მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი ჯიმ, აი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოზე და ჩვენი სტუმარი გახლავთ პროფესიული უნარების სააგენტოს საჯარო კერძო პარტნიორობის განვითარების გუნდის ლიდერი პეტრე წულუკიძე. მოგესალმებით პარტნიორ პეტრე, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი ვუთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ პროფესიული მომზადების ცენტრში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2025 წლის კონკურსი გამოცხადდა და კონკურსის მიზანი პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის განვითარება და პოპულარიზაცია. ძალიან საინტერესო ისტორია უკვე შექმნა ამ კონკურსმა. 2017 წლიდან მიმდინარეობს ის, წელს მერვედ იმართება და მოდით გადავავლოთ თვალი აი ამ ისტორიას, რა ვთქვათ მნიშვნელოვანი და საინტერესო შედეგები გვანახა, რა ტენდენციები გამოკვეთა, თავად კონკურსის არსებობა ხვდებით, რომ ერთგვარი წახალისებაა ინდუსტრიის და შემდეგ უშუალოდ უკვე 2025 წლის კონკურსზე ვისაუბროთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგეხსენებათ პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და თითოეული ესეთი შესაძლებლობა, როდესაც გვაქვს შანსი და შესაძლებლობა პოტენციურ პარტნიორებს, მსმენელებს, სტუდენტებს მივაწვინოთ ხმა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. რაც შეეხება 1000 წლეულის ფონდის მიერ ინიცირებულ კონკურსს და მის გამოცდილებას საქართველოში, მოგეხსენებათ უკვე მერვედ იმართება ეს კონკურსი. ქვეყანაში ამ 8 წლის განმავლობაში პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ გაიზარდა პროფესიულ განათლებაზე როგორც მომართვიანობა, ყოველწლიურად იზრდება 2020 წლის შემდეგ პროფესიულ განათლებაზე, ასე ვთქვათ, ჩარიცხვის მსურველი აპლიკანტების რაოდენობა და ასევე ეკონომიკის სამინისტროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში გასამაგებულია იმ კერძო კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით პარტნიორობენ პროფესიულ განათლებასთან. რა თქმა უნდა, ჯილდოს გარდა და მსგავსი კონკურსების გარდა ამის თანმდევად განათლების სამინისტრო და პროფესიული უნარების სააგენტოს უკვე 2022 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა მექანიზმების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და კოლეჯებისა თუ კომპანიების ხარდაჭერას იმისთვის, რომ დანერგონ, განახორციელონ და ერთობლივად დაგეგმონ, ასე ვთქვათ, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროგრამები. თუმცა პოპულარიზაცია, რა თქმა უნდა, გამოწვევად რჩება, ყველამ კარგად ვიცის, რომ დღეს საქართველოში პროფესიული განათლებით დაინტერესება საკმაოდ ჩამორჩება უმაღლესი განათლებით დაინტერესებას, თუმცა ის ტენდენციები, რაც აღნიშნე, საკმაოდ პოზიტიურია და იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კი ბატონო, აი რით ხსნით ამ ტენდენციას, გასაგებია, რომ ყველას უნდა დიპლომირებული, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრი ყავდეს, მშობლებს განსაკუთრებით და ვფიქრობ, რომ ვისაც არჩევანს აკეთებ, მაშინ ძალიან დიდ როლს თამაშობს ზუსტად ეს ოჯახის ინსტიტუცია, მაგრამ ამის პარალელურად ხვდებით, ვთქვათ, მსოფლიო ტენდენციას იმ კუთხით, რომ პროფესიული ცოდნა თავისი ბევრი სიკეთით, უპირველესად ალბათ დროში ძალიან ოპტიმალური, ასე ვთქვათ, პროგრამის და სწავლის შესაძლებლობას გვაძლევს და საბოლოო ჯამში, ხვდებით, რომ იმ ეპოქაში, სადაც ვცხოვრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალური კომპონენტიც და ამიტომ ეს მონეტარული ეფექტიც უფრო მეტი შეიძლება გქონდეს, ვიდრე დიპლომს, რომელიც სახლში გაქვს და შეიძლება არ იყენებდე, ხო? ასევე გვხვდება იმგვარი სურათი, რომ ადამიანს ერთი განათლება აქვს და ვთქვათ, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ცდილობს, რომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი. ამ შემთხვევაში სტერეოტიპებთან გვაქვს საქმე, თუ აი ბოლომდე კიდე ვერ გავიგეთ, ვერ დავამუღამეთ, ასე ვთქვათ, რა არის ეს პროფესიული განათლება. და ასევე საინტერესოა შრომის ბაზარი, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ნებისმიერ ტენდენციას სწორედ იქეთკენ მივყავართ და თავად ის უკვეთავს, ხო, რა და როგორ უნდა იყოს ამ ბაზარზე. პრინციპში სტერეოტიპები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს არჩევანის გაკეთებაში. სკოლის დასრულებისას, ასე ვთქვათ, ოჯახი, აბიტურიენტი გააწყვილებას იმის შესახებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლის თუ პროფესიული განათლების მიმართულებით გააგრძელებს, ასე ვთქვათ, სწავლას, ძირითადად
საქართველოში ეფუძნება არა დასაქმების შესაძლებლობებს, მოგეხსენებათ, არამედ უკავშირდება ერთგვარ ის რა სოციალურ სიტყვის? სტატუსს და ეს პრინციპში არა მარტო საქართველოში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული მიდგომაა და ჩვენ ვებრძვით ამ სტერეოტიპს, რა თქმა უნდა, თუმცა რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო მეტად დავარწმუნოთ ოჯახები, სტუდენტები იმაში, რომ პროფესიული განათლება არის მნიშვნელოვანი გზა სწრაფი დასაქმებისთვის. ეს კონკურსიც სწორედ ამ მიზანს უკავშირდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამსაქმებელი ჩავრთოთ პროფესიული განათლების მიწოდებაში და ამით ვაჩვენოთ, ასე ვთქვათ, პოტენციურ სტუდენტებს ის, რომ სწავლების ფარგლებში, სწავლების დროს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას დაეუფლებენ, არამედ უკვე შეიძლება რომ სწავლის პროცესშივე დასაქმდნენ, კონდეთ ანაზღაურება და რა თქმა უნდა პროგრამის დასრულების შემდეგ ისინი თავისუფლები არიან იმავე ორგანიზაციაში გააგრძელონ მუშაობა ან გააგრძელონ ნებისმიერი სხვა, ასე ვთქვათ, ინდუსტრიის შიგნით სხვა ორგანიზაციაში მუშაობა. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ხანგრძლივობა აქვს ესეთ პროგრამებს, აი პროფესიული მომზადება, გადამზადების პროგრამების ფარგლებში, ეს არის 1 წელიწადი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი აბარებს უკვე სადიპლომო პროგრამაზე, იქაც მაქსიმუმ 2 წელიწადია, ამიტომ საკმაოდ სწრაფად ეუფლებიან ჩვენი, ასე ვთქვათ, სტუდენტები შესაბამის პროფესიას და საქმდებიან და ჩვენი ალბათ მისია, მიზანი ის არის, რომ ამაში ეს კარგად წარმოაჩინონ სხვადასხვა შესაძლებლობებით და დავარწმუნოთ ოჯახები, დავარწმუნოთ აბიტურიენტები იმაში, რომ პროფესიული განათლება მოუტანთ მათ ერთის მხრივ სწრაფი დასაქმების შესაძლებლობას, ხოლო მეორეს მხრივ უკვე მაღალშემოსავლიანი პროფესიის შეძენის შესაძლებლობას, რაც თავისთავად საბოლოოდ კავშირშია იმიჯთანაც და სტერეოტიპების განადგურებასთანაც. კი ბატონო, როცა პროფესიული განათლების სიკეთეებზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რა ტიპის გამოცდილება არსებობს ამ კუთხით. ევროპაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა წინა კვირას გვესაუბრა გერმანიაში მცხოვრებ ქართველთან, ქალბატონ რუსუდან გორკილაძესთან. მან ისაუბრა ზუსტად პროფესიულ არჩევანზე, ის ფსიქოლოგია და პროფესიულ განათლებაზე რაღაცნაირად დროის ცვალებადობის პრიზმაში განვიხილეთ ეს საკითხი და მან თქვა, რომ გერმანიაში ძალიან საინტერესოდ მუშაობს ეგრეთ წოდებული დუალური სწავლების შესაძლებლობა პრინციპი არსებობს მოკლედ ამ პროფესიული განათლების კუთხით ჩვენთან მსგავსი ტიპის თქვათ სწავლება თუ არის და რამდენადაც ხვდები ჯერჯერობით არ უნდა იყოს ის იმგვარად ტრენდული, რომ რაღაცნაირად თვალშისაცემი იყოს და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რით ხსნით ამას? კი ბატონო, პატარა შესავალს გავაკეთებ, რა გამოცდილება გვაქვს დუალური პროგრამის განხორციელების კუთხით. 2016 წლიდან საპილოტო რეჟიმში განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაინერგა საქართველოში დუალური სწავლების პილოტები სხვადასხვა კოლეჯში, რომელიც იყო გაბნეული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა რეგიონში, ჩართული იყო ამ პროგრამების განხორციელებაში დაახლოებით 100 კერძო კომპანია და 2022 წელს უკვე მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა მარეგულირებელი ჩარჩო, რომელმაც კაფიოდ განსაზღვრა რა არის, ასე ვთქვათ, დუალური სწავლება, რა პასუხისგებლობები აქვს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისი განხორციელების პროცესში, ასევე კერძო კომპანიებს და ასევე განსაზღვრა სტუდენტის უფლებები. თუმცა 2022 წლის შემდეგ მესამე წელია მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ახლოდან ვადევნებთ თვალყურს იმას, ასე ვთქვათ, როგორ ვითარდება დუალური სწავლების განვითარება საქართველოში და შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ არ გვაქვს ისეთი დაინტერესება, როგორცაც ვისურვებდით. ეს შეიძლება ერთის მხრივ უკავშირდებოდეს იმას, რომ მარეგულირებელი ჩარჩო შეიძლება საქართველოსთვის ცოტა მკაცრია, ცოტა მეტ მოთხოვნებს უწესებს კერძო კომპანიებს და მეორეს მხრივ შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებული შესაბამისი ფინანსური თუ არაფინანსური ინსენტივების არარსებობა კერძო კომპანიებისთვის. როდესაც საქართველოს კონტექსტს ვადარებთ გერმანიას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბოლო წლების თუ არ ბოლო 100 წლეულის გამოცდილება გერმანიისთვის. გერმანიაში დუალური სწავლება შეგირდობა, ასე ვთქვათ, თითქმის 100 წელიწადია ვითარდება, იქ საკმაოდ მაღალია პროფესიული განათლების დაინტერესების მაჩვენებელი, დაახლოებით ნახევარი ასე ვთქვათ, საერთო პოპულაციის, ვინც აბარებს სკოლის შემდგომ განათლებაზე, მოდის პროფესიულ განათლებაზე სწორედ და იქაც კერძო სექტორის ჩართულობა და დაინტერესება უფრო მაღალია, იმიტომ რომ თქვათ, იქ გამოცდილება ორგანიზებული კერძო სექტორის არის, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო გამოცდილი ვიდრე საქართველოში. საქართველოში გვაქვს რა მდგომარეობა? ჩვენთან
კერძო სექტორი, როგორც ასეთია მოგეხსენება დაახლოებით 30 წელია ვითარდება, იქამდე ჩვენ ცხოვრობდით მოწყობაში, სადაც კერძო საკუთრებები და კერძო ბიზნესი დიდად არ არსებობდა, ამიტომაც ჩვენ ახლა ვსწავლობთ კერძო სექტორის, ასე ვთქვათ, ორგანიზებას საერთო ინტერესების გარშემო. ჩვენი კერძო კომპანიები მოგეხსენებათ ეკონომიკური თვალსაზრისითაც საკმაოდ ჩამორჩებიან გერმანიაში ოპერირებად კომპანიებს, განვითარების გზაზე ვართ ამ მიმართულებით და რას ვაკეთებთ ჩვენ ახლა, რომ დუალური პროგრამების ეფექტურობა გავზარდოთ. ჩვენ GIZ-ის მხარდაჭერით საქართველოში მოვიწვიეთ გერმანელი ექსპერტები, რომლებიც ამ ეტაპზე ჩართულები არიან ჩვენთან ერთად და განათლების სამინისტროსთან ერთად არსებული ჩარჩოს გადახედვაში და ჩვენ გვსურს, რომ საქართველოზე ადაპტირებული მოდელი მოვირგოთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კონტექსტი საკმაოდ განსხვავებულია თავის დროზე, როცა ეს პროგრამები დაინერგა. ძირითადად დასავლეთ ევროპის გამოცდილებას დაეფუძნა, თუმცა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენზე ორიენტირებული მექანიზმები, ჩვენზე ორიენტირებული ხელშემწყობი მექანიზმები და სწორედ აი ამ პროცესში ვართ ახლა. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე უკვე შევძლებთ შესაბამისი ინიციირება გავუკეთოთ როგორც მარეგულირებელის ცვლილებაც, ასევე შესაბამისი ინცენტივების დანერგვას. მოდით ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა, რას ემსახურება ამგვარი კონკურსები და ვისთვის არის ის საინტერესო? პირველი მიზანი ალბათ არის სწორედ ამ სტერეოტიპების დამსხვრევა და წარმოჩენა იმისა, რომ პროფესიული განათლების ფარგლებში გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი, როგორც კერძო სექტორის ჩართულობის, ასევე სტუდენტთა წარმატების და სწორედ ის 4 ნომინაცია, რომელიც ასე ვთქვათ 1000 წლეულის ფონდის მიერ არის დაწესებული, სწორედ მიემართება საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამის წარმოჩენას, საუკეთესო მასწავლებლის, საუკეთესო ასე ვთქვათ სტუდენტისა და ასევე ბიზნესთან ანუ პარტნიორი. კი ბატონო, საუკეთესო ბიზნეს პარტნიორის წარმოჩენას. ჩვენ ყოველწლიურად პროფესიული უნარების სააგენტოს მათთან პარტნიორობის ფარგლებში გვეძლება შესაძლებლობა დავაწესოთ უნარების სააგენტოს სპეციალური ნომინაცია. სხვადასხვა წლებში ეს იყოს მაგალითად კომპანიის ინსტრუქტორი, საუკეთესო ინსტრუქტორი, ასევე საუკეთესო რეგიონული მხარდამჭერი და ამ ნაწილში ვეცადეთ თვითმმართველობების გააქტიურებას. ასევე ჩვენ გასულ წელს დავაჯილდოვეთ საუკეთესო ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მქონე კოლეჯი. ხოლო წელს გადავწყვიტეთ, რომ ეს ნომინაცია ყოფილიყო საუკეთესო პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამა. მოგეხსენებათ, რომ ფორმალური განათლების სივრცეში ეს არის პროგრამები, რომელიც ერთ წლამდე ვადით, შეიძლება ეს იყოს 2-3 კვირიანი პროგრამებიც კი. აი ესეთ მოკლე დროში იძლევა შესაძლებლობას მომზადდნენ ან გადამზადდნენ ადამიანები და ამით სწრაფად ვუპასუხოთ როგორც კონკრეტული ორგანიზაციების, ასევე ზოგადად შრომის ბაზრის საჭიროებებს. ამ ნომინაციის ფარგლებში, ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის კომპანიები და ის საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ ამ პროგრამებს, პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამებს და უფიქსირდებათ ერთხელ განხორციელების ისტორია მაინც, დავაჯილდოვოთ, წარმოაჩინოთ მათი, ასე ვთქვათ, პროგრამის განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა, გვაქვს შიგნით, ასე ვთქვათ, კრიტერიუმებიც, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ პროგრამები იყოს მრავალფეროვანი, ინკლუზიური, დამსაქმებლის საჭიროებებზე მორგებული ან დამსაქმებელთან ერთად განხორციელებული. თუ კი ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, ჩვენ წავახალისებთ იმას, რომ რაც შეიძლება ღრმა პარტნიორობა იყოს ინდუსტრიასთან, ხოლო თუ კი კომპანია თვითონ არის განმახორციელებელი, აქ ცხადია, რომ ასე ვთქვათ, მისი წვლილი ძალიან აქტიურად ჩანს, მისი ნაბიჯი, რომ ფორმალური განათლების სივრცეში შემოვიდეს და პროგრამების განხორციელებით გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენომარის სერტიფიკატი თავის დანართით არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აქ რა თქმა უნდა, დიდი აქცენტი კეთდება კომპანიის და კერძო სექტორის მიერ გაკეთებულ ინვესტიციაზე, იმ შემთხვევაში კი თუ კი საგანმანათლებლო დაწესებულება არის განმახორციელებელი, ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რა აი ამ პარტნიორობის ფარგლებში რა რაოდენობის ინვესტიცია განახორციელა მისმა პარტნიორმა კერძო კომპანიამ და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულით შეფასებადი კრიტერიუმი ჩვენთან არის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები. ჩვენ წავახალისებთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და კომპანიებს, რომ პროგრამის დანერგვიდან მუდმივად იზრუნონ ხარისხის განვითარებაზე, რაც იქნება უზრუნველყოფილი და ნაჩვენები იმით, რომ ისინი ატარებდნენ გამოკითხვებს და რაც თავარია, აი ამ გამოკითხვის შედეგებზე დაფუძნებით შეგქონდეთ
მუდმივი ცვლილებები როგორც პროგრამის ფარგლებში, ასევე მიდგომების ფარგლებში და რა თქმა უნდა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელიც აუცილებლად უნდა იყოს მაღალი, რაც პროგრამის ხარისხიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პროფესიული უნარების სააგენტოს სერვისებზეც მინდა ვიკითხო. რა სერვისებს თავაზობთ, რამდენად მოქნილია ის და პირველ რიგად რა ამოცანებია, რომელსაც სახავთ ხოლმე განსახორციელებელი და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის გამოწვევებიც, რომელთანაც გამკლავება გიწევთ, ალბათ ხვდებით, რომ გარკვეულწილად შესაძლოა რაღაც მიმართულებები დასახვეწია, პრობლემები, რომელიც შეიძლება არსებობდეს, მოსაგვარებელია. აი ამის ვთქვათ, ლოჯისტიკას როგორ ახორციელებთ? ვისაუბრებ სერვისებზე, რასაც ვთავაზობთ, მოგეხსენებათ უნარების სააგენტო ერთგვარ hubs წარმოადგენს, ერთგვარ ასე ვთქვათ, ერთი ფანჯრის პრინციპით ვცდილობთ, რომ შევაგროვოთ კერძო სექტორის ინიციატივები და შემდეგ დავაკავშიროთ საგანმანათლებლო სექტორს, იქნება ეს უნივერსიტეტების სკოლები თუ კოლეჯები. ამ ნაწილში კომპანიებს ვთავაზობთ პირველ რიგში იმის შემდეგ, რაც გამოხატავენ ინტერესს კონკრეტული მიმართულებით კადრების საჭიროების შესახებ. პირველ რიგში ჩვენ განსაზღვრავთ, აქვს თუ არა ამ კომპანიას საჭიროება და შესაძლებლობა ინდივიდუალურად განახორციელოს პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამები, თუ კი აქვს ამისი მზაობა, ჩვენ უკვე ვეხმარებით მათ, რომ ერთგვარი ტრენინგ მიმართულება ააწყონ კომპანიის შიგნით, ჩვენი საკონსულტაციო სერვისით, ვეხმარებით, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები დანერგონ, სასწავლო პროცესის წარმართვის ეფექტური მიდგომები გამოიყენონ და რაც მთავარია შეიმუშაონ პროგრამები. ჩვენი ექსპერტები, განათლების ექსპერტები კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ზიან და ასე ვთქვათ, მათ დარგობრივ ენაზე მოყოლილი გადმოაქვთ პროგრამის ფორმაში, რა თქმა უნდა, მათთან ერთად. ამით ერთის მხრივ მათ ვეხმარებით, რომ აითვისონ განათლების სისტემა, სხვა ტერმინოლოგია და შემდგომში ვთქვათ, შეიძლება რომ უნარების სააგენტოსგან დამოუკიდებლადაც დანერგონ ეს პროგრამები და აი ამ პროგრამების შემუშავების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გამართვის შემდეგ ჩვენ ვეხმარებით, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიტანონ განაცხადი პროგრამას განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ და მიიღონ შესაბამისი ნებართვა, რაც ნიშნავს, რომ 3 წლის განმავლობაში მათ ექნებათ შესაძლებლობა ფორმალური განათლების ფარგლებში განახორციელონ პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამები, გასცენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისი, რაც როგორც წესი მათ ინტერესი იწვევს ხოლმე, არის ამ პროგრამების განხორციელების დაფინანსება. ჩვენ წლიურად 5 მილიონი ლარი გვაქვს ამისთვის გამოყოფილი, რითაც ფინანსდება სხვადასხვა განაცხადები, ამ განაცხადების ფარგლებში ფინანსდება ინსტრუქტორების მასწავლებლების ანაზღაურება, ფინანსდება მასალანედლეულის შეძენა, ფინანსდება კოორდინაციისთვის განკუთვნილი დანახარჯები შშმ და სსმ პირებისთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება, თუ რა თქმა უნდა კომპანია ან კოლეჯი იმ კონკრეტულ პროგრამაზე გადაწყვეტს, რომ ჩარიცხოს შესაბამისი პირები და ეს თანხა ძირითადად ხმარდება ისეთ პროგრამებს, რომელიც ყველაზე მეტად არის ორიენტირებული შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. კი ბატონო, კონკურსზე მინდა ვიკითხო, რა ვთქვათ, დრამატურგია აქვს მის საბოლოო ნაწილს, ეს არის დაჯილდოვება, რამდენადაც ვიცი უკვე გამოცხადდა ეს კონკურსი, დაახლოებით რა პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება და ეს კულმინაციური მომენტი როდის დგება ხოლმე? დაინტერესებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და კომპანიებს კონკურსში განაცხადის გამოგზავნა შეუძლიათ 22 სექტემბრის ჩათვლით. ამის შემდეგ იქნება, ასე ვთქვათ, კომისიის მუშაობისთვის განკუთვნილი პერიოდი და ბოლოს ან ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში ჩატარდება დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამოვლინდება გამარჯვებულები როგორც 1000 წლეულის ფონდის მიერ დაწესებულ ძირითად ნომინაციებში, ასევე ასე ვთქვათ, პარტნიორების მიერ დაწესებულ ნომინაციებში, მათ შორის უნარების სააგენტოს ნომინაციაშიც. კი ბატონო. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ, წარმატებები უსურვო იმ ადამიანებს, რომლებიც ვისმენდნენ და ფიქრობენ, რომ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. მოდით კიდევ ერთხელ ვთხარით мотиваციისთვის, რატომ უნდა მიიღონ ამ ადამიანებმა კონკურსში მონაწილეობა? კონკურსში მონაწილეობა პირველ რიგში გვაძლევს შესაძლებლობას იმ, ასე ვთქვათ, იმ უამრავი საგანმანათლებლო დაწესებულების და კომპანიის, ასე ვთქვათ, წვლილი და განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამებს გულისხმობთ, წარმოვაჩინოთ, დავაჯილდოოთ მათი
შრომა და შემდგომში მოლოდინი გვაქვს, რომ ეს კონკრეტული ნომინაცია და კონკურსი ხელს შეუწყობს მომავალ წლებში ამ პროგრამების კიდევ უფრო გაზრდას და მომართვიანობის კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გაზრდას. კეთილი. იმედი დავიტოვოთ, რომ როდესაც ჩვენ შემდეგ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, თქვენ მემეთქვით, რომ პროფესიული განათლების მიმართ სტერეოტიპები უკვე დანგრეულია და მოთხოვნა მაღალია, ტრენდულია, პოპულარულია, იმიტომ რომ ხვდებით, რომ ძალიან საინტერესო და ალტერნატიული შესაძლებლობაა მიიღო განათლება დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, მოძებნო შენი ადგილი და მიხვდე, რომ გარეთ ის ეპოქაა, რაც ამგვარი ტიპის უნარების მქონე ადამიანებს არტოვებს, ასე ვთქვათ, თამაშგარის პირიქით, ხშირ შემთხვევაში ახალისებს კიდეც. სიამოვნებით გეწვევით მომავალ წელს ამ დროს შედეგების შესაჯამებლად. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა. ჩვენს სვენელს დამაყურებლებს უთხრათ, რომ ჩვენი სტუმარი იყო საჯარო კერძო პარტნიორობის განვითარების გუნდის ლიდერი, პროფესიული უნარების სააგენტოდან პეტრე წულუკიძე. ჩვენ კი საუბრობდით 2025 წლის პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოზე. მადლობა ყურადღებისთვის.